ბერიანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი წარმოგიდგენთ. ინტერნეტ გადაცემას სიცოცხლის ხიდი. გამარჯობა, ჩვენ ისევ ბედნიერი სახლიდან მოგესალმებით. დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს, რომელმაც, თქვენ ფაქტობრივად ერთად დაიწყეთ, პირველი ნაბიჯები ერთად გადააგდით გულისხმობ ფონდს. ჩვენი სტუმარია ხათუნა ჭრიკვაძე, რომელიც ფონდიდან შემდეგ ისე განვითარდა, რომ უკვე პროფესიად შეიძინა და დღეს ძალიან რეალიზებული და წარმატებულია თავის საქმეში. თუმცა ეს მოდი თავიდან დავიწყოთ, ჯობია. მე დავიწყებ ქალბატონი ხათუნას შვილი მარიამი იწვა იმ დროისთვის ონკოლოგიურში, როდესაც ჩვენ მივედით სამკურნალოდ მამა ანდრე ჩვენ დაგვხვდა მარიამი იქ და საოცარი ბავშვი იყო მარიამი. ხშირად უყვები ხოლმე მასე და ერთ-ერთ ჩვენ გადაცემაშიც მე მგონი მაქვს მონაყოლი, რომ მამა ანდრიას შემდეგ მარიამი რო გარდაიცვალა ძალიან გამიჭირდა და აიქ ვერ მივხვდი ჩემს შეგრძნებებს. რაღაც დავიკარგე ჩემ თავში, რომ მამა ანდრია გაუშვი ღმერთთან რაღაცნაირად ამ ბავშვს შევეგუე, ვიცი რომ კარგად არის და მარიამი რო გარდაიცვალა ძალიან გამიჭირდა, ძალიან ცუდად გავხდი და თუმცა იმ მომენტში ძალიან ძლიერად ვიყავი და ხათუნას დავეხმარე, იმიტომ რომ ჩემ ხელში გარდაიცვალა, მე იქ ვიყავი, როდესაც ყველაფერი მოხვდა, არ მიმიტოვები არც ერთი წუთით მარი, მაგრამ მე ძალიან ცუდად ვიყავი, გაყოლით ვერ გავყევი სახლში. მე წამოვედი და გიორგი გახსოვს სტიქაროსანი გიორგის ეძახდნენ, გიორგი გავაყოლე, ქალბატონი მარინე და ჩემი და სვეტა. თავიდან ეს ფონდი ხო ამ ადამიანებიდან დაიწყო, დიახ, ეგ იყო მთელი ფონდი და მე იმდენად ცუდად ვიყავი, რომ მე მითხრეს რომ შენ წადი სახლში, არ წამიყვანეს და მე ძალა ვერ შემწევდა რომ წავსულიყავი, სიმართლე რომ გითხრათ და ესენი გავაყოლე მაშინ ხათუნას. მარიამი იყო ისეთი საოცარი ბავშვი, მინდა რომ მარიამზე ვისაუბრო, ძალიან მეხმარებოდა ყველაფერში და ჩვენი ფონდის PR მენეჯერი იყო, იმიტომ რომ ერთ-ერთი მაშინ ნოკა მუშაობდა ესეთი ელიტ ელექტრონიქსის ქსელში და იქ როდესაც მუშაობდა ნოკა ძალიან ბევრ რამეში მეხმარებოდა, გვერდში მედგა და ერთ-ერთ ესე შეხვედრაზე წავიყვანე მარიც და იმდენად მოეწონა ეს ადამიანი, რომ მოვბრუნდით იქიდან, მითხრა რომ მე მინდა ვიყო PR მენეჯერი და მე მყავდა ესე ადმინისტრაციის უფროსი მაშინ გიორგი იყო, პუბლიკანი ზედმეტი სახელი თედორაძე და მარიამი იყო, მარიამს წაბლიას ეძახდნენ ბერიანდრიას ფონდის PR მენეჯერი. ესე ერქვა მასაც და ესე მას ეს მოუნდა და მართლა მე სერიოზულად ამ მიმართულებებით სულ მეხმარებოდა და ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა მარის. 9 წლის იყო, ხო? კი, 9 წლის იყო. 9 წლის იყო და ისეთი კარგი იუმორი ჰქონდა, ერთ-ერთი ისეთი რაღაცებს ეკითხებოდა, დადიოდა ბავშვებს, სურვილებს, რა უნდათ, მერე ჩვენ ვფიქრობდით, საწავსულიყავით, რა გაგვეკეთებია და ძალიან საოცარი ადამიანი იყო და როდესაც მამა ანდრია გარდაიცვალა, ჯერ მამა ანდრია გარდაიცვალა და მარიამს დაუმალეს და მაგრამ მიხვდა, ძალიან ჭკვიანი იყო, ჭკვიანესი და ესე ქვა აიღო და გიორგი მითხრა რომ დედაო მარიო რაღაცას აკეთებსო და ვერ ხვდებიო რას აკეთებსო, ჩემი ბიჭი მეუნება. ქვა აიღო და სამჯერ ჩაიტყვა გულში და მარტო ეს მოისმინა ჩემიდან რომ რომ დამირეკეს პრობლემა რომ მამაო გარდაიცვალა, მარიამს ტელეფონზე ხმა არ გაუგონია, მარტო სიტყვა ვთქვი მილედი რა თქვა. ამ სიტყვიდან აიღო მილედი რა თქვა და რატო გამოიქცა და სამჯერ ჩაიკრა, წავიდა დაწვა ტირის და რატო ტირი ხარო ეკითხებიან და დედა რომ მოვაო კითხეო და მე რატო ტირი ვარ ის გეტყვისო. და მე ისე წამოვედი მამაოს დასაფლავებაზე ბოდიში, რომ არ მithქვია მარიამისთვის და რომ ჩავრუნდი უკან, დუმდა, იყო ჩუმად და სადღაც ერთ კვირაში მოგვიწია დაბრუნებამ. დედა უკვე მონასტერში იყო წასული, ემზარიც მონასტერში იყო და
როგორც კი ჩამოვედით ტაქსიდან, გამოიქცა იმ წუთში და ავარდა კიბებზე და შევარდა მამაოს ოთახში. აი ესე დადგა და უყურებდა და რა არის მეთქი, მაგრამ არაო, არაფერი დეო და იმ საღამოს მოვიდა მამაო ჩვენთან, ბერი დადიოდა ხოლმე მამა ანდრიასთან, მამა ერემია ლომიძე. და ეუბნება, მარი მოდი მე რა გითხრა, ვიცი მამაო მე შენ რაც უნდა მითხრა, რა იციო, მამაო წავიდა უფალთანო, მე ვიციო, სადაც არის ისიც ვიციო და მოდიო ეხლა მე შენო წაგიყვანო, მამაოსაც გაჩვენებო, დედათინაცისაც და ემზარესაც ყველას გაჩვენებო. ჩემთან მოვიდა მარი. ავედით იმ საღამოს ღვთაებაში, მაგრამ აი საფლავს ვერ მოვაწიწკდეთ, მიხვდა ყველაფერს და 9 წლის იქედან წამოვიყვანეთ მემგებაოსთან ჩამოვიდა ეხუტა და რა ვიცი აი არ ვიცი ბავშვებთან ძალიან მეგობრობდა მამა ანდრია მაგრამ მშობლები ჩედიოდნენ და ძალიან ესე დიდი კაცივით ესაუბრებოდნენ რჩევებს ეკითხებოდნენ და ძალიან ბევრს ესაუბრებოდა მამა ანდრიამ მშობლებსაც თუმცა არასოდეს აი ძალიან თავდაბლურად ყოველდღიურობდა აი მოძღვარს კითხე მაგრამ მე ესე ვფიქრობ მაგრამ აუცილებლად მოძღვარს კითხე იმის თავის უფლებას არ აძლევდა რომ მას რაღაც ესეთი რჩევა და დარიგებები გაეცა და მე რომ ძალიან ისე რომ გამიჭირდა ხა მარიამის გარდაცვალება მე მივხვდი რა მარიამიც გავუშვი და ვიცოდი რომ მამა ანდრია იქ მოულიდა და ერთად იქნებოდნენ და არაფერი არ გაუჭირდებოდა არც მარიამს და ქალბატონი ხათუნა იმდენად მომყვებოდა ყველაფერში. ჯერ ჩაგაბარა მამა ანდრიამ, ჩემი თავი გახსოვს? მართლა. ჯერ უთხრა, ეგ არ გახსოვს, ჯერ უთხრა, დედა მარიამს მიხედე, მაგრამ პაუზა იყო, მარიამის არაფერი არ გაუჭირდება, ხათუნა დეიდა არ მიატოვო. პირველი ჩააბარა ჩემი თავი. ხო და ზუკაზე განსხვავებულად მითხრა და მე ჩავთვალე რომ ალბათ მარიამის მორჩება მეთქი რაღაც ისე ჩამაბარა და მე მითხრა ხათუნა ხო ეხა გამახსენდა რომ ის პაუზა ქონდა და მან იცოდა რომ მარიამი მასთან წავიდოდა და ზუკა ჯაყელიძე ჯულაყიძეზე ზუსტად თქვა რომ კარგად იქნებოდა და შემდეგ მიხედეოდა მადლობა ღმერთს კარგად არის და ხო ეს ხათუნა ცალკე ეგ ხო ეს განსაკუთრებულად დაუბარა ჩემი თავი რომ ძალიან უყვარდი სხვათა შორის და აი მინდა აღვნიშნო აი როდესაც მამაოც ანამ აღიკვეცებოდა ხო იყო მორწმუნე ნუგზარი შევდიოდით და ნიკოლოზის შემდეგში და ეს ამდენი წმინდანი ხატები ხან პატრიარქის ნაკურთხიც მობძანებული დადიოდნენ ბერები და ჩვენთვის ის ოთახი სამლოცველო და წმინდანად იყო ყოველთვის და ვცდილობდი რომ თავსაფრის გარეშე არ შევსულიყავი და ერთხელაც აი მივედი და ამავიწნა მოვტრიალდი და მამაომ ვერც დამინახა ვერც ფეხის ხმა ვერ გაიგო მაგრამ უთქვია რომ დედაო მე ვხვდებიო რომ ხათუნა დეიდაო კარებთან მოდისო თავსაფარი ავიწყდება და უკან მიდისო და უთხარიო რომ შემოვიდესო მაგრამ მე არასოდეს თავსაფრის გარეშე არ შევსულა. ხო და იმ დღიდან შავი როცა გავიხადე და მთხოვა ჩემმა შვილმა უკვე 9 წელი იყო გასული და გავიხადე შავი და იმ დღიდან თავსაბურავით დავდივარ და ზოგს აინტერესებს რატო ესეა არის მამა ანდრიადან წამოსული ეს რომ მე იმდენად ვაფასებდი იმდენად მიყვარდა იმდენად ხა შვილების ლოცვაშიც ვიხსენიებ მამა ანდრიას ეს თავსაბურავი ეკუთვნის მარიამს და მამა ანდრიას ცხოვრების ბოლომდე. მოდი ფონზეც ვისაუბროთ. ხო, აი ყველაზე ისეთი ხა ძალიან ისეთი გადაცემა ხო. და რაც შეეხება ახლა ჩემს სიძლიერეს, აი დედათინათინი, აი რაც შეეხება ეს ყველაზე მეტი აღსანიშნავია, როდესაც ახლა ერთი შვილი ყავს, გარდაიცვლება და მე სხვა შვილებზე ფიქრობ, შრომობ და მე ეჭვიც არ შემპარვია არასოდეს, როცა დედათინათინმა თავის სიძემ ოპელი აჩუქა ემზარის და ერთი ოპელი იყო, რითიც მოძრაობდნენ ეს ბავშვები ტაძარში მიყვავდა ვაზიარებდით, ან დაუშვათ ფონდის რო იტყვიან ნაბიჯების ათმა დაიწყო. ხო, დაიწყო. მანქანაში რო ვჯდებოდით, ახლა ის მანქანა გამახსენდა, ხო, სვეტა ჩემი და სიძე კოლია მათი ფინანსებით ხდებოდა ყოფილი და მანქანაც მათ მაშინ გვაჩუქეს და რომ სხდებოდით, ყველგან დამყავდა სულ ბავშვები, რომ აი სული ნაცრისფერ ცუდ სიტუაციაში და მძიმე იმაში რო არ ყოფილიყვნენ და რომ მიმყავდა ხმამაღლას თავ და უყვარდა ძალიან მუსიკა.
დედა მუსიკები. ხო და ძალიან ხამაღადა მაშინ ემზარისა ძალიან დიდი წვერი ქონდა და მიც კიდევ უფრო ძალიან ძაძებში იყო შემოსილი უფრო. აი მართლა დედაო, აი რო იყოდი რომ დედაო იყო. შეიძლება კიდე შევშლოდი ვინმეს რომ ვარ მონაზონი და აი ესე რომ ვიყავი შეფუთული და ეს ბოლო ხმაზე ჩართავდა და ყველა ჩვენ ვიყურებდა გაკვირებული და ეს დედა რა სიმღერებს და იმას ბოლო ხმაზე და მე რო ადიოდა ონკოლოგიურში ყველას უყვებოდა ქალი კინაღა მანქანაში ჩაგვივარდაო იმაშიო რომ ესენი ვინმე ასე გამოგხედავ და იქ ძალიან მოსწონდა რომ ესე აკეთებდა და თან კიდე მეუბნებოდა მე იცი ღამის თბილისი მოწონს მიყვარს და ეს იყო იმის ნიშანი რომ გავიყვანდი დაღამებამდე არ ამეყვანა კლინიკაში და ესე დააყენებდა ემზარი მანქანას და გადახედავდა და უცქიროდა აი ამ ღამის აი ლისის თბილისში რომ ჩამოდიხარ 112 ახრე და კარგი იხედა სულ იმხედს უყურებდა და ტკბებოდა და ხო აი მანქანაში კარგა ხან თვითონ უნდა ეთქვა რომ უკვე ხო საკმარისია და ეს მიმყავდა ეხა უცებ გამახსენდა მარიამის ისა ძალიან ხო და აი ამ სიძლიერეზე უყვებოდი ხა დედათინათის ერთი შვილი ყავდა, ნუ ესე იწვალეს ბევრი ერთად გამოვიარეთ, ამდენი ხანი უნალობდნენ რამე, ნუ მოხდა ღმერთისგან ესე რომ წავიდა უფალთან. მოხდა მარიამიც რომ წავიდა უფალთან, მე კიდე მყავს შვილი გიორგი ერთი ბიჭი. მეთქი ახლა დედაოს უმეუნეოდა რომ ჩამოდი ჩვენთან, აი დავდიოდით ღვთაებაში ავდიოდით, ვეზიარებოდით და გამიჩნდა სურვილი და თვითონაც მეუბნებოდა რაღაც გადადგი ნაბიჯი რომ შენც არ გაგიჭირდეს რომ რაღაცით ეს ტკივილი დაამარცხო. სულ ესე რო ტირი ხარ, სულ ესე აი ვინმე რო გარდაიცვლებოდა ჩვენი ფონდის ბავშვი ერთად დავდიოდით დასაფლავებზე, მაგრამ ისეთ ის მემართებოდა რომ ვერ გამოვდიოდი, მაგრამ ეს დედაო სიძლიერით დამეხმარენ თვითონ ფონდში ვიყავი. ჩავაბარე, ვისწავლე. სად ჩავაბარეთ რა ისწავლეთ ხო? მასაჟი ხალბატონ ხათნაურუშაძესთან დავამთავრე მშვენიერი. იმის მერე მუშაობდი მასაჟზე, წამოვედი 2 წლის უკან ფიზიოთერაპია ჩავაბარე. იმ დღიდან სწავლობს. ეხლა სპორტის აკადემიის წარმომადგენელი ვარ. დავდივარ ტრენინგებზე, რა ვიცი, მიწვევები ძალიან კარგი, რა ვიცი, ბატონი ზურაკა ხაბრიშვილი კიდე უფრო ძალიან ყურადღებითაც რაღაცა აინტერესებს მოტივირებულად ვარ ჩართული. რა კარგია ღმერთო. ეს ყველაფერი არის ფონდის და დედათინათინის დამსახურება და მოვდივარ ესე გავძლიერდი და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. უფლის თინათინის ვერი ანდრეას მის შეწევნობას ყოველთვის არა მარტო ხათუნა ისე ყავს ბევრი მშობლები არიან ასე სხვა მშობლები რომლებმაც მათაც რაღაც ესე დაიწყეს მაგრამ გვეჭირდება თუ არ არის ვერაფერს ვერ იცავ იმიტომ რომ ესენი არიან ჩვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილები და ჩემი სულიერი და იმიტომ რომ არ არსებობს რამე შეიძლება ყოველდღე აქ არ ვარ მაგრამ არ არსებობს რომ არ მომენატროს ის დრო ერთად რომ უნალობდით ერთად გავდიოდით მე ვხედა ხო ეგ და მეთქვა სულ მენატრება და რა ვიცი აი ესე მარიამს ხო აი ერთი დღე მინდა გავიხსენო ხა ხო მამაოს დაბადების დღე მოდის და ძალიან თოსუდი ამიდია ყინვა ქარი და მარიამი ამბობს რომ დეო ხვალ ხო მივდივართ მამაოს საფლავზე ღვთაებაშიო და მეთქი როგორ ავალთ ნახე როგორი ამიდია მოყინული ეს ონკოლოგიური ზეზომა საშინელი ტერიტორია იყო ის უეცრად დაიკარგა და მეთქი საწავიდა შესულა მამაოს ოთახში დამხობილა იქ და ეხვეწება მამაო ხვალო კარგი ამიდი იყოს რომ შენ საფლავზე ამოვიდეო და მოვიდა მე ერთი მეგობარი და ისა მითხრა ხო არ გინდაო წაიყვანო მე ვთხარი ვერახვალ მეთქი ხა ჯიპით კი იყო მაგრამ თა გაგიჭირდება არაო წავიდეთ და თუ გამიჭირდება მოვრუნდები ისე ავედით იქ არ გავჭირებია და აი მარიამი მაშინ იყო ქიმია გაკეთებული კიდე ფილტვზე მეორედ ნაოპერაციები რო ჩამოვსვი მანქანიდან ისე გამექცაო ესა და მიუხედავად ამხელა იქ ხო დაერჩა მე აირბიდა კიბეები და შევიდა მამაო წირო შეაჩერა ვაიმეო გუშინო ისე ცუდად იყავი შენ აქ როგორ მოხვედიო მამაო გაგიჟდა რომ დაინახა მაგრამ აი ამ რაღაცას რო ხედავდა რომ დედაოსთან წავიდო და მამაოს საფლავზე მივიდო და იმდენად სიხალისე ქონდა რომ ტკივილი აღარ ახსოვდა და გაგვაძლიერა ესე მისმა ბევრი რამ მასწავლა მამაო მარიამმა მისმა ცხოვრებიდან გამომდინარე რომ მოვიფიქრებ რომ აი არ უნდა ვიტირო არ უნდა ვიწუწუნო სულ ამბობდა არიტირო დედა თუ კიდე ახლა იტირეთ ცუდად რომ რო გარდავიცვლები აღარ იტირო ამბობდა თვითონ იცოდა რომ გარდაიცვლებოდა იცოდა ასე გეუბნებოდა აი მე ბოლოს რატო მივხვდი რომ იცოდა ზუსტად მას ჰქონდა ეს სურვილი არ ვიტყვი ხა ერთ-ერთი გადაცემის
მოწვევის და ერთ-ერთი ჟურნალისტის რომ მოდი ესე წარმოდგენა ქონდა რომ იმას ქონდა ჯადოსნური ჯოხი და ყველაფერს გააკეთებდა. ой და ისო იმასთან ის მოიყვანე და აი ყველაფერს თან ხო პიარ მენეჯერი იყო ყველაფერს გეგმავდა და ის მოიყვანეო. ხო და როდესაც გავედი იმ ადამიანზე და იმ გადაცემაზე, უარი არ ვთქვამთ კიო, მაგრამ აი ხო იცი როგორც ხდება, სულ გადადის და მე სულ ვურეკავდი, ვეუბნებოდი რომ არ არის ამდენი დრო, იმიტომ რომ უფრო და უფრო მძიმდებოდა და კაბა შევძინეთ საგანგებოდ იმ გადაცემისთვის უნდაც მოდა და ეკიდა კედელზე. ხო და როდესაც უკვე ცუდად იყო, მე ვკითხე, მე ვთხარი დინდა მეთქი და ვიფიქრე წავალ და პირადად ვნახავ დაველაპარაკები და ვეტყვი რომ მოვიყვანო მეთქი და აი გინდა თქო რომ მოვიდეს თქო და გამომხედა და გახედა კაბას და მითხრა არა მამაშალვა მოვიდეს აღარ უნდა და უკვე იმდენად ხო და აი იმდენად ოცნება ქონდა იმ გადაცემაში მონაწილეობის და იმ ვერა და მე როდესაც დამირეკეს და მე უარი უთხარი შეიძლება იფიქრეს რომ მე მეწყინა და უკვე აღარ მინდა და არა მეთქი ხა ამ ხელა ესეთი მძიმე ფაქტის წინ ვერ დავაყერე ბავშვი იმდენად მძიმეა თვითონ ის ჟურნალისტი შემეცოდა ცუდად გახდება მეთქი და არ მოვიდეს თქო გამოუშვა მან მაინც სხვები და ის გოგო რო შემოვიდა ერთ-ერთი პროდიუსერი ცუდად გახდა, გავიყვანე და იმდენი ხანი ვასულიერებდით ამ გოგოს, იმიტომ რომ ნუ თვითონაც მიხვდნენ. მე ამიტომ არის სულ რომ მეჩქარება რაღაცებს, ბევრს ლაპარაკობ, ყველგან მე ვჩანვარ, აი ეს არის. ასწრებს რომ აი ამ წუთში ეს ბავშვები ასე არიან, იმ წუთში ხო იცის დედათინათინზე კარგად ვინ იცის არც არავინ. და იმიტომ არის რომ ხანდახან მოსაბეზრებელი შეიძლება არც არავინ არ იტყვის მე ეჭვი არ მეპარება. მაგრამ დედათინათინი ცდილობს იმას, რომ ზუსტად ისე აუსრულოს, რაც უნდა იმ ბავშვს და მოუსწროს იმ დროში, რომ გაკეთდეს. ეს ერთ კარგ ფილმს გადავიღებდი სიამოვნებით დედას ვიცავარ დედათინათინზე ცალკე. ნამდვილად გადასწყვეტი. აი ამიტომ ვფიქრობ, რომ მარიამმა იცოდა ზუსტად მან თქვა რომ მამაშალვა მოვიდა. ახსარება ჩააბარა, ეზიარა და მალევე გარდაიცვალა. ხო და აი იმ მომენტში ის მახსოვს ხათუნა მიყურებს და მეუბნება რა ვქნაო. მე ვთხარი არა ფილმი, გვიტიროო მკითხა. მე ვთხარ თუ გეტირება იტირე და მე არ მეტირება თქო, იმიტომ რომ ისე ვიგრძენი, რომ აი ბოლოს ვთქვა რომ ამოუშვა. ისეთი რაღაცნაირი, ისეთი ღიმილი ნარევი იყო. მე ვთხარი დაისვენა მეთქი და ზუსტად ვიცი რომ კარგადა და მე არ მეტირება და შენ თუ გეტირება იტირე თქო და მიყურებს და მეუბნება არც მე არ მეტირება და სირცხვილი არ არისო. აი წინადადება მახსოვს. მე მეუბნებოდი არა მეთქი რა სირცხვილია თქო და რაღაც აი მერე უფრო სულ ესეთი დადარდიანებული სევდიანი იყო ძალიან ბევრს ტირო და სულ რაღაც ვერ გამოდიოდა ამ სიტუაციიდან და მე ძალიან გამიხარდა რომ და დღეს რომ არის წარმატებული ადამიანი თავის რეგიონში და ერთხელ დაურეკეს და დახარ მეთქი და საფრანგეთში იყო რა გინდა მეთქი იქ და პრაქტიკაზე იყო არა პაციენტი მყავსო მაგარი ყოჩაღ მეთქი რა მაგარია აი ესე გამიხარდა ყოჩაღ თქვა სულ კავშირზე ვარ ხათუნა ჩემი ცხოვრების ეხლაც მოგვივიდა სხვათა შორის სპორტის აკადემიიდან პრაღაშია 5 დღიანი ტრენინგი და ნახოთ ფინანსებს როგორ გავწვდები, მინდა რომ წავიდეთ. ძალიან გთხოვთ ამ ადამიანს ფინანსები არ დააკლოთ. მართლა ვიზა დამოკიდებული. რა ვიცი, ხა ჩვენ როგორ გვითხრეს, რომ აქ რო ვიყო ჩაწერილი თბილისში, ქალაქის მერიამ, მე მგონი 5 უკვე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ან რაღაცა. ხო, და მივმართოთ. მომერი და ვერ როდის არის? 9 აპრილს წავალ და 14-ში უკან დავბრუნდები. წავალ და დავბრუნდებიო. თქვა ესე იგი, ის წავა და დაბრუნდება. კი, რაღაცას ვიზა. რა ვიცი, უფლისნება ყველა. ასეა, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, რომ უფრო მეტი გაიგოთ ამ სახლის შესახებ. კი, სიკვდილზე ვლაპარაკობთ. გარდაცვლილი დედაგვიზის სტუმრად 2, მაგრამ მაინც მადლიერები ვართ და სიყვარულით ვიხსენებთ ყველა წუთს, ხო? ნუ მე ყველა მუდამ მოგბაძოს, არიან შვილი გარდაცვლილი დედები, არ უნდა ჩაიკეტონ, არის ეს. ღვთის განგებით ეს რაც ხდება, უნდა ცხოვრება გრძელდება, შვილები ყავთ, შვილიშვილები ყავთ, მომავალი ყავთ. მართალია დედათინათის, მაგრამ დედათინათის უამრავი შვილი ყავს. ბევრი შვილი. უამრავი შვილი დაუტოვა მამა ანდრეამ და მე ბედნიერი ვარ, მადლობელი ვარ, რომ ვიცნობდი სიცოცხლეში მამა ანდრეას და მოვდივართ და სიკვდილამდე ერთი ოჯახი ვიქნებით. მადლობას ვუხდი დედათინათის და ბერი ანდრეას თვითონ პირადად.
მე ისე მადლობა რომ ახლა ამისთვის. რა ვიცი, ყველაფერი იმას გისურვებთ, რაც აი აქ ღრმად გულის კუნჭულში გაქვთ და გინდათ. გაიხარეთ. გისურვებთ. გამოიწერეთ გვერდი, ჩვენ მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით. ყოველ 4 შაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხედი.